ხომ გაგიგიათ გამოთქმა სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. ჩვენი შემდეგი მონაწილე კი ამტკიცებს, რომ სახელის გატეხვას ენის გატეხვა ჯობია. მივესალმოთ დღეს ჩვენი სტუმარი გაახლავთ ლილე ჭუმბურიძე. მობრძანდით ლილე. სალამი. გამარჯობათ. მობრძანდით, დაბრძანდით ლილე. სასიამოვნოა ძალიან თქვენი ნახვა. როგორ ბრძანდებით? კარგად თქვენ? არა მეშავს, მეც არა მეშავს. კარგად გამოვიყურები მეც. თქვენ ძალიან ლამაზი ხართ და მინდა რომ არ დავიჩრდილო. რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ? 6-ის. 6 წლის ბრძანდებით. თქვენ ასაკში, რა ვიცი, რა გითხრათ მე, 6 წლის ბავშვი სათამაშოების გატეხვა უფრო ვიცოდი მე 6 წლის ასაკში, ვიდრე ენის გასატეხები და ენის გატეხვა. ვინ გასწავლა ენის გასატეხები მითხარი? თეატრალურზე ვისწავლე. თეატრალურზე ისწავლე? რას ლაპარაკობ კაცო? თეატრალურზე მეც ვისწავლე და სადადი ხარ შენ? ათინათის სტუდიაში. ათინათის სტუდიაში. ძალიან მაგარია. მან ნამდვილად არ მივლია და იქ გასწავლიან ენის გასატეხებს? კიდევ რას გასწავლიან? იქ რა სპექტაკლებს დგავთ? მართლა? დადგით რამე სპექტაკლი? რა დადგით? წყალი და ჭიანჭველა და წითელქუდა. და შენ ვისი როლი გქონდა? ჭიანჭველის. თავარი როლი ქონია შენ ჭიანჭველა რას აკეთებს? გუბეს ვერ გადაახდა ჭიანჭველა და მერე ჩავარდა, ხო? და წყილი გავარდა რაღაცების საშოვნად. გუბე როგორ იყო გაკეთებული მაინტერესებს? იქ იყავი გუბეში, მამა? წყალში იყავი? არა. არ ყოფილა წყალში. არა. კარგი. წითელქუდაში ვინ იყავი? წითელქუდაში კატა. უი, რა საინტერესო ამბავია. კატა რას აკეთებდა იქ? ეს რა არის? თვლები მისაკრავი. ვა, რა მაგარია. ჩემთვის გააკერცელი მეც მივიკრო, იქნება ისეთივე ლამაზი ვიყო, როგორი ჩემ. რაღაცნაირი ხარ. ძალიან ლამაზი არ არის? კარგი. ეხლა შენ მითხარი მე ვინ გინდა რომ გამოხვიდე? სახეობი და მოდელი. მოდელი? ეხლა არ მითხარ რომ სამოდელო სტუდიაში დადიოდი და იცი როგორ უნდა იარო? იცი როგორ დადიან მოდელები? მასავლი მე? მართლა? სად დავდგი აქა? როგორ გავიარო? მოდი ჯერ შენ გაიარე და იქნება მოგბაძო. რომელი ფეხით იწყებ? მარჯვენათი თუ მარცხენათი? ამით მარჯვენათი იწყება, კი ბატონო. აბა როგორ მიდიხარ? ვაუ. ვაუ, ძალიან მაგარი. მე ამას ვერ გავაკეთებ. აპლოდისმენტები. შესანიშნავი, უკანაც ძალიან გქონთ. აჰა. კარგი. მოდი ახლა შენ დაჯექი და დამაკვირდი ერთი მე სწორად ვაკეთებ თუ არა. აბა მითხარი. მე იცი რა გამიგია რომ რაღაცა ესე წელი უნდა გადააგდო, მართალია? ესე და მარჯვენათი უნდა დავიწყო, ხო? აბა. ხო გამოდის? არა, ეგრე არ არის? აბა როგორ უნდა მექნა? ხრები გადაყარე. ხრები გადავყარე. თეძო გამოწიე. თეძო, საით გამოვწიო, კაცო? ესე ვქნა? ხო. და წავიდა. წავიდა, ვიქტორიას სიკრეტში ამიყვანენ მე. ცოტა ხანში. ჰოპ, და მოტრიალება როგორ არის? ცალფეხზე ტრიალდები, ესე და ესე მოდი, ხა? კი ბატონო, ადრე მე ვიყავი 90, 60, 90. შესანიშნავი პარამეტრები მქონდა. აპლოდისმენტები, აი ესეთი მასტერ კლასი ჩამიტარა ადამიანმა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ენის გასატეხებს მამაჩემიც კაცებს ვაუნები ხოლმე და ვერ იმეორებ. ერთი რაღაც უნდა გითხრა და თუ გაიმეორებ. უი? აბა მითხარი, რას ვერ გავიმეორებ? სისესასოსო, სისესასასასასასასასო, სისესასოსო, რირერარარო, რირერარარო, რირერარარო. ეხლა მე ეს უნდა გავიმეორო. კარგი, სისესასასასასო, რირერარარო. მე ხო დავდიოდი თეატრალურზე. ცოტა ხანი და იმიტომ ვიცი რაღაცები, მაგრამ ეხლა იცი რა გავაკეთოთ მე და შენ? შევეჯიბროთ ენის გასატეხებში, გინდა? მოიცა? მე მოვამზადე, აჰა, ესე გავიყოთ და ეს ჩემი იყოს, ეს შენი და თუ გავიმეორებთ. მოდი, მე ვიტყვი და შენ გაიმეორე. მერე შენ იტყვი და მე გავიმეორებ. კარგი? მზად ხარ? კარგი. ესე ლორი რა ლორია, ლორზე გადანამორია. ესე ლორი რა ლორია, ლორზე გადანამორია. ეხლა შენ მითხარი. წვიმისვათი წუწუნავდა წკაპ, წვიმა წუწუნს უწუნავდა წკაპ. წვიმის წვეთი წუწუნებდა წკაპ. წავაგე. კარგი. 1-0. კარგი. ზოგსა
ზოგსა კაცსა კაცი ქვია, ზოგსა კაცსა კაცუნაო. ზოგ დედაკაც დედაკაცი, ზოგსაც დედაკაცუნაო. ზოგსა კაცა კაცი ქვია, ზოგსა კაცა კაცუნაო, ზოგ დედაკაც დედაკაცი, ზოგსა დედაკაცუნაო. შესანიშნავი. აბა, ამდენი არ მინერვიულია თეატრალურ ინსტიტუტში, მე მგონი. თვალე ბატკნების უყალა გადავთვალეო, რომელიც მეტი მოვიდა, დავაცი მოვიპარეო. წავაგე. პირდაპირ წავაგე. ბატკანი თვალეო, ვერავინ გადავთვალეო. ვებქენი, კარგი. ალიხე, მალიხე, სილიხე, სიკინჭილიხე, ხევასური, ვარვალახე, მარიამხე, კვაწარახე. ალიხე, მალიხე, სილიხე, სიკინჭილიხე, ხევასური, ვარვალახე, მარიამხე, კვაწარახე. ყოჩა. ეხლა შენი ჯერია. დილი დარდი დამონე, დილამ დიდავს დამავს გავსა, დილამ და სადროდუხჭირი და ამხოდა და ახავსა. წამაკითხე ერთი ეგ მანახე რა თქვი. აი ესე გავიმეორე. დილით დარდი დავამონე, დილამ დიდუს დამამსგავსა, დილამ დასცა დრო დუხჭირი დაამხოდა და ახავსა. მაინც ვერ წავიკითხე, მაგრამ კარგი, ეგ გადავიგეთ. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. რა ვქნა, კი ბატონო. ახლა შენი ჯერია. კაცი მიდის შავ პაიჭნაბადიანი, გავაკიდე მეც გავშავ პაიჭნაბადიანი. მიდის კაცი შავ პაიჭნაბადიანი, გავეკიდე მეც გავშავ პაიჭნაბადიანი. კარგი. ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლისკალათით ბლისხეზე და ბალი გააქვს და გამოაქვს. ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლისკალათით ბლისხეზე და ბალი გააქვს და გამოაქვს. მართალია. აბა. კურტანი დაგვიკურტნავს, კურტნული დაგვიკურტნია. კურტანი დაგვიკურტნავს, კურტნული დაგვიკურტნია. მე მგონი არასწორად თქვი. კარგი, შემდეგი. კარო რკინის კოჭიანო, რას ჭრიჭი მიჭრიჭ მოჭრიალო. რა გაქვს საჭრეჭ საჭრიალო. კარო რკინის კოჭიანო, რას ჭრიჭ მიჭრიჭ მოჭრიალო. რა გაქვს საჭრეჭ საჭრიალო. შესანიშნავი. აბა, გამაწამეთ. შენი ვერძი რქაგრეხილი, ჩემსა ვერც არ ქაგრეხილსა, რას ერცოდა, რას ებძოდა, რას არ ქაგრეხილებოდა. შენი ვერძი რქაგრეხილი, ჩემსა ვერც არ ქაგრეხილსა, რას ერჩოდა, რას ებძოდა, რას არ ქაგრეხილებოდა. კარგი. ჩვენი ბიჭი ბიჭანჭური სულ პატარა გოჭია, ისე ჩამომრგვალებულა, როგორც ლოტოს კოჭია. ჩვენი ბიჭი ბიჭანჭური სულ პატარა გოჭია, ისე ჩამრგვალებულა, როგორც ლოტოს კოჭია. ბრავო! შესანიშნავად იცი. ესეთი ყველა იცოდი? კი, ისეთი იყო, რომელიც არ იცოდი. და არის ისეთი, რომელიც იცი და აქ არ იყო. აბა მითხარ, ისეთი, რომელიც აქ არ შეგხვდა. ხანიქით გადაბარკა კურტუმკესარ ფეხტოდებოდა, ხანაქეთ გადამაბარკა კურტუმკესარ ფეხტოდებოდა. ერთხელაც აბა მედი როგორ არის ეგა? ხანიქით გადაბარკა კურტუმკესარ ფეხტოდებოდა, ხანაქეთ გადამაბარკა კურტუმკესარ ფეხტოდებოდა. მე რო ცოტა სხვანაირად ვიცი ეგა. გადაკისერ მხარ ბარკალ ნისკარ კურტუმდება რო ვიცი მე, მაგრამ არ მგონია ან ერთი იყოს ადვილი სათქმელი ან მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩვენი შესანიშნავი სტუმარი. ეხლა რა მინდოდა მეკითხა შენთვის? ვისთან ერთად მობრძანდი, ეს უნდა მითხრა აუცილებლად. დედიკოსთან ერთად. დედიკოსთან ერთად. მამასთან ერთად. ბებოსთან ერთად. მოგესალმებით ყველას. კიდევ არის ვინმე კიდე? დაიკოსთან ერთად. მადლობა მობრძანებ. კიდე არის ვინმე? ვინ? დეიდასთან ერთადაც მობრძანებულა, მოგესალმებით ყველას. ესა მამას რა ქვია? ლაშა მამა, გამარჯობათ. ძმაკაცებსო, აი მამაჩემის ძმაკაცებს ვეუბნებიო და ვერაფრით ვერ იმეორებენო. მართლა ასე ხდება? დიახ. ისწავლეთ რაღაცა რო იქნება, ძალაუნებურად სხვა რა გზავო. მაინც ესე კი შეგასწავლოთ როგორც ხდება. დედას მინდა ვკითხოთ, აი ეს თეატრალური მიდრეკილება, ანუ როდის გამოავლინა და როდის თქვა რომ მინდა ვიყო თეატრალურ სტუდიაში. თუ თქვენ გადაუწყვიტეთ რომ უნდა წასულიყო. არა, მე არ გადამიწყვეტია, თვითონ გადაწყვიტა. მამაც არ გადაწყვეტ და დარწმუნებული ვარ. შენ თვითონ გადაწყვიტე? ნამდვილად ღირსი ხარ იმისა რომ საჩუქარი მიიღო. აი ასეთი
შესანიშნავი ნაკრები არის აქ ფაგიოსგან, რომელიც დაგიცავს შენ გაციებისგან და ყოველგვარი ინფექციისგან. დედამ იცის ფაგიო. ეს შენ და კიდევ რა დაგვრჩა, ალბათ იცი ხო, ვინ უნდა მოვიდეს ჩვენთან და ელოდები იმ მომენტს ვიცი. ლოკომოკოს ლომი სტუდიაში. აი, საჩუქარი ლოკომოკოსგან, რომელიც აი ამ შესანიშნავმა ლომა მოგვიტანა. ნახე, აი, გამსახურებულად მიიღე ეს საჩუქარი. დიდი მადლობა ლოკომოკოს ლომს და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ლილე ჭუმბურიძეს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ. მადლობა ლილე.